გადავინაცვლოთ კიდევ უფრო საინტერესო სამყაროში, რასაც კულინარია ქვია და ვიცი რომ ჩვენი შეფი მანუელი გვერდდება შეფის რჩევები. მზარეულის გვირჩევს ესეთია რუბრიკა, რომელსაც მანუელი წამოძღვება ჩვენს ეთერში და მანუელ სალამი, დილა მშვიდობის, რას მოგვიმზადებთ? სალამი როგორ დამდებით? მოგესალმებით. Buenos días. ძალიან დიას არის რა, ძალიან ადრეა, მაგრამ შვენიერი კაი დილა და კაი განწყობა რაც თავარია. მოკლედ, რამოდენიმე ინტრიგა გადავწყვიტე, რომ ასე ჩამეხსოვებინა ამ ჩვენ დღევანდელ რუბრიკაში. პირველი ეს ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი. რა არის ეს ბრინჯი და ძალიან საინტერესო რამ არის და მეორე რატო ქვია ყვავილოვან კომბოსტოს თეთრი. და უпроსორი ყვავილოვანი კომბოსტა რატოა თეთრი? ხო, აქაც რაღაც კითხვის ნიშნები იბადება, რა თქმა უნდა. ლატინურად არის კოულის ფლორის, ანუ ფლორის ყვავილი, კოულის კომბოსტო, ანუ ყვავილოვანი კომბოსტო. და ამიტომ გადაითარგმნა როგორც ყვავილოვანი კომბოსტო, ანუ პირდაპირ თარგმანია, თუმცა ვიცით რომ თეთრი ფერისაა. არის ყვავილოვანი კომბოსტოების სხვადასხვა ასე ვთქვათ სახეობები, როგორიც არის მაგალითად რომანესკო, ის საერთოდ მწვანე ფერის არის, შეიძლება ყვითელი იყოს და არის ბიძაშვილი, ახლო ბიძაშვილი, რომელიც არის ბროკოლი. ოდნავ უფრო სასარგებლო, მაინც და მაინც დიდი განსხვავება არა. ესე გვაკეთებ დღეს ტაბულეს, ოღონდ ტაბულეს ეს ლივანური სალათია, ამას ვაკეთებთ არა კუსკუსით. კუსკუსი არის ბურღულეულის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ხმელთაშუა ზღვის ზოგადად რეგიონში და მათ შორის დაიმკვიდრა ადგილი ფრანგულ სამზარეულოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა კუსკუსში ჩავანაცვლოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯით. ტაბული ლიბანური სალათი, როგორც გითხარით, ძალიან სასარგებლო, დაგჭირდება კუსკუსი თუ კლასიკურის მომზადება გინდათ, პომიდორი, კიტრი, ბულგარული, მწვანე ხახვი და მწვანილები პიტნა აუცილებლად ოხრახუში და ნუ ახლა ჩვენთვის კინძა ისეთი მწვანილია, არომატული ბალახი, რომელიც გარეშეც ქართული სამზარეულო არის წარმოუდგენელი. რეცეპტი არის ადაპტირებული და ამდენად ვაძლევთ ჩვენ თავისუფლებას, რომ გამოვიყენოთ კინძებს. ესე იგი დაუბრუნდეთ ბრინჯს, არაფერი, ეს არის ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ. გირჩევთ, რომ გააჩეროთ მარილიან წყალში დაახლოებით 1.5 საათი და მერე უკვე დაამუშავოთ. შეგიძლიათ თაიგულებად, ხო, ეს ყველა მიცის, ყველას გამოუყენებია ყვავილოვანი კომბოსტო, მაგალითად თაიგულს ვეძახით ამას. ხო, ეს შეგვიძლია უფრო პატარა თაიგულებად დავშალოთ, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი დღევანდელი, ასე ვთქვათ, რუბრიკის არა. ჩვენი მიზანი არის მივიღოთ ეგრეთ წოდებული ბრინჯი. რა არის ბრინჯი? ბრინჯი არის ეს. გახეხილი ყვავილოვანი კომბოსტო. ძალიან მარტივად, სქელს ახერხებს ხეხავთ. აი როგორც ხედავთ, შეგიძლიათ ფეხი, თაიგულის ფეხიც მიაყოლოთ, ან დატოვოთ და მერე გამოიყენოთ უკვე სხვა ნებისმიერ კერძში, მაგალითად, ფრანგული სამზარეულო ვახსენეთ, არის ესეთი წვნიანი, ძალიან ცნობილი, მადამ ჯუბარი ქვია, ეს იყო ლუი მე-15-ის ფავორიტი, ქალბატონი, რომელსაც მიუძვნეს აი ეს წვნიანი. მოკლედ, აი ეს არის ბრინჯი, ყვავილოვანი კომბოსტოს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ეს ბრინჯი შეგვიძლია გამოვიყენოთ ესევე უბად, შეგვიძლია მოვწალოთ ძალიან მსუბუქად. ოკეი, და მერე უკვე საწურზე კარგად დავწუროთ. მაგრამ ჩვენ ამჯერად გამოვიყენებთ, ასე ვთქვათ, ვარიანტს, ეს გვაქვს თვითონ, რა თქმა უნდა, პირობითად ბრინჯი და ცოტა უნდა დავნამოთ ლიმონის წვენი. ძალიან არ უნდა დავასხელოთ. აი ეს არის ბრინჯი. ამ ბრინჯს ჩვენ გამოვიყენებთ როგორც ტაბულეში კუსკუსის სანაცვლოდ, ასევე მეორე კერძში და ეს იქნება ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი კვერცხის ცილით და ნუ ამას ნახავთ როგორც მოამზადებთ. ისეთი საუზმე, საკმაოდ სახალისო, საკმაოდ სასარგებლო, მინდა გითხრათ და არც თუ ისე კალორიით. ასე რომ ძალიან ცოტა კალორია ყვავილოვან კომბოსტოს, დაახლოებით სადღაც 45 კალორიის ფარგლებში
ასე რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ვამზადებთ ჯამთელ, ასე ვთქვათ, დაბალკალორიულ საკვებს დღეს ჩვენ რუბრიკაში. ესე იგი, ტაბულესთვის დაგჭირდება პომიდორი, მე ამჯერად ვიყენებ ჩერი, შუაზე გავჭერი, მარტივად. დაგჭირდება ბულგარული წითელი მწვანე, შეგიძლიათ ბულგარული არ გამოიყენოთ. დაგჭირდება კიტრი, ასე ვთქვათ, აქაც თავისუფლები ხართ ფორმის შერჩევაში. ну ჩვენ მაგალითად დავჭერთ ესე, ოკეი, როგორც ხედავთ. ბულგარულს დავჭერით ვთქვათ, შეგვიძლია კუბებად დავჭერათ ესე დაახლოებით. ასე დაგჭირდება მწვანე ხახვი და რეცეპტი მინდა გითხრათ მოცემული გაქვთ ეკრანზე. ну მწვანე ხახვი რა თქმა უნდა საკმაოდ წვრილად დაჭერილი და მწვანილი რომელიც ვახსენე ეს იქნება როგორც გითხარით პიტნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ამ სალათის ოქრახუში და როგორც თქვით კინზი. ხახვიც ესე დავჭერათ. ამას მე რა თქმა უნდა უკვე დაგახვედრებთ ყველაფერს მომზადებულს. ხახვი, პომიდორიც ჩავჭერით და მწვანილები. იდეაში ეგ არის მთელი ტაბულეს ასავალ-დასავალი. შეგიძლიათ ოდნავ ნიორი დაამეტოთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ლიბანურ სალათაზე, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო სალათზე და აქ ზეითუნის ზეთის გარეშე რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიზავთ, თუმცა შეგვიძლიათ ჩავატაროთ ექსპერიმენტი და გამოვიყენოთ კარგი მამაპაპური კახური ზეთი. მე არ გამიკეთებია, მაგრამ კაი აზრია მე მგონი და შეგიძლიათ კახური ზეთის გამოვიყენოთ. მე მგონი ძალიან სასარგებლოა ის, რასაც აკეთებთ, ხო? თან. უდავთ, იმიტომ რომ ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან სასარგებლოა, გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალებით და როგორც მოგახსენეთ, უკვე არის დაბალ კალორიული. ამას დილის საუზმე შეიძლება ეწოდოს? რა თქმა უნდა შეიძლება, სალათის საუზმეზე მშვენიერი კაი დასაწყისია დღის რაციონის, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. ამის გარდა მეორე კერძსაც რომელსაც მოამზადებთ, ხო, უკვე კვერცხით ესეც შეგვიძლია უპრობლემოდ, ასე ვთქვათ, მივაკუთვნოთ ჩვენი რუბრიკის დილის საუზმეს. ეს იქნება მეორე ჩარტვაში, ხო, ყვავილოვანი. კი, უკვე სალათს დაგახვედრებთ, გაჩვენებთ, ანუ დავასრულებ უпроსწორად და მეორე ჩარტვაში უკვე შეუდგებით მეორე კერძის მომზადებას. ასე რომ რა თქმა უნდა, გადართვაზე არც იფიქროთ. ეს მეორე კერძი, დიდი მადლობა. რომ შემახსენეთ, ეს არის ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი, რომელიც უნდა მოვშუშოთ ზეთში და ცოტა კარაქში ხახვთან ერთად, დავამატოთ კამა, დავამატოთ კვერცხის ცილა და გულს როგორ გამოვიყენებთ, ამას ნახავთ. და ყვითელი ყვავილი არ დამაჟდეს. ну მარილი პილპილი თავის დავცხადე, ეს უკვე გემოვიდა. არომატული სუნები უკვე ჩვენთანაც დატრიალდა, გელოდებით შემდეგ ჩარტვაში ჩვენც და მაყურებელი. კი ბატონო. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ დღეს ვერ დავაგემოვნებთ თქვენს კერძებს, შორს ხართ ჩვენგან. არა უშავს, აქ თქვენი კოლეგები არიან, არაჩვეულებრივი ბიჭები და მიხედავენ სალათს და როგორი გემრიელი. მეორე კერძს, კი ბატონო. ზოზო ისე დიდი მადლობა, შეფ მანუელს ჩვენ შემდეგ მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ვინც დიეტაზე ვართ, იმათვის ერთობ საშური რამ გახდა. ნამდვილად. მანუელი ამზადებს უგემრიელეს ლიბანურ სალათს, ხო, როგორც პირველ ჩარტვაში გავიგე. ტაბულე. როგორ ქვია? დიახ, ნამდვილად. ტაბულე ქვია ამ სალათს, დიახ. და გითხარით კიდევაც, რომ ფრანგულ სამზარეულოში ძალიან სერიოზულად დაიმკვიდრა, ასე ვთქვათ, ადგილი. და ძალიან ბევრ ფრანგულ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეს სალათი. კაი, მოკლედ.
სალათი თითქმის დასრულებული გვაქვს, კიტრი, ბულგარული პომიდორი, მწვანე ხახვი, მწვანილები, პიტნა, ოხრახუში და ჩვენ კინძი დავამატეთ, მარილი. ოკეი, ცოტა ოდენ პილპილი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის სველი. და ეგ არის მთელი ავლადიდება ამ სალათის, რომელიც არის ძალიან პოპულარული, მინდა გითხრათ. ისე ლიბანური სამზარეულო ძალიან საინტერესოა. მანუელ, მაინტერესებს აი ეს სალათთან ერთად რომელი ხორცი მოუხდება, მაგალითად ქათამი, აი ამ საქონელი. იცით რა, იდეაში ნებისმიერი ხორცი, მათ შორის თევზიც, მაგრამ აი სალათს უფრო ცოტა ისეთი მძიმე, უფრო მე ვიტყოდი ღირსეული ხორცი, მაგალითად სტეიკი. სტეიკი დახატავს ამ სალათს და ეს სალათი დააკვდებოდა და ნამდვილად დახატავს სტეიკი ამ სალათს და სალათის სტეიკს უეჭვენ. ზოგადად ხორცთან ერთად ჩვენ ძალიან გვიყვარს ხო რაღაც კარტოფილი და რაღაცა პიურე და გრატენი და პომჯუშესი და 1000 რაღაც, მაგრამ მაინც გარნირი უნდა იყოს საკმაოდ მსუბუქი. ხორცი ახსენეთ და აი ხორცის დაბასტურმებასაც ხო არ გვირჩევთ რამდენიმე. აი რომელი ინგრედიენტებით დაბასტურმებული ხორცი მოუხდებოდა მაგალითად ამ სალათს. იგივე სტეიკი ახსენეთ. ეხა ახელებს რო უხსენო ხა მწვადის დაბასტურმება ეს ნიურია, დიახ, ეხა კარაქი დავამატეთ ცოტაოდენ. მოკლედ აქ არის ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი ეგრეთ წოდებული. ეხა ვამატებ ცოტაოდენ ნიორს, კამას. ოკეი? ეს მოიხრაკება. ველოდებით სანამ ეს ყველაფერი მომზადდება, ბევრი არ უნდა. კარაქი უხდება. აი ესე და ეხლა ამას დავამატებ ცილას. გამას ნახავ და გავაკეთებ კარაქი ყველაფერს გულის პაშოს. მე მგონი კარაქი ბევრი არასოდეს. კარაქი უხდება ყველაფერს. ნამდვილად ეს ფრანგები იძახიან ესე. ფრანგულ სამზარეულოში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? სამი რამ არის. ეს არის კარაქი და კიდევ ერთხელ კარაქი. ეს არის ასე ვთქვათ ოქროს. დიახ, ჩემო ბატონო. რაც ეხება ბასტურმას. რა ვიცი, ცოტა ისეთი თემა, ოპერა, ჩამევარდა, არა უშავს. ამას ამოვიღებ ახლა მარტივად. რა ვიცი, ბევრნაირი ბასტურმა შეიძლება გაკეთდეს. ანუ ხორცს თუ გინდა რაღაც დამატებითი გემოები შეზძინო, არომატები და ასე შემდეგ, მაგრამ დაბასტურმების ან დამარინების თუ გნებავთ, ძირითადი ალბათ ფუნქცია არის ხორცის დარბილება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ან ხორცს უნდა დავარბილოთ. ნუ როგორც ბევრი ხერხი არსებობს, არ ვიცი, მჟავა, ტუტე, პორტოხალი, ლიმონის წვენი, ღვინო არაჩვეულებრივი საშუალება. მე ძმას საერთოდ არ ვიყენებ. არაჟანიც კი ბატონო, უფრო მაწონი ვიდრე არაჟანი. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს მჟავე, ასე ვთქვათ, გარემო. აი ხა უყურეთ და ამიტომ უფრო მაწონი ვიდრე არაჟანი. შეიძლება მე არ ვიცოდი რომ მაწუნით შეიძლებოდა ბასტურმის. აწვრი და ლუდითაც გამოდის არაჩვეულებრივი, არა მანუელ. ლუდით კი ბატონო, მინერალური წყლით. ხო, ნუ უფრო გულს ვიდრე მთლიანად კვერცხს, მაგრამ ნუ ეგრე გამოდის. ამას მე ზევიდან გამოვიყენებთ. ეხა ადუღებულ პოშირების დროს. ხო, ნუ რადგან გულია და არა ცილა, ამიტომ ძმარი არ დავამატე და წესიდარიგით უნდა დავამატო ძმარი, რა თქმა უნდა. ცოტაოდენ რომ მალე შეიკრას ცილა. აქ ჭირდება ჩვენ ცოტაოდენ მარილი. ყვავილოვანი კოპისა უკაცრავად ყვითელი ყვავილი. ოდნავ ისე ფერისთვის და გემოსთვის, რა თქმა უნდა.
აი ეს. ესე იგი მანდ არის ხახვი, ოკეი. ნიორი, კამა, აქ ჩვენ გვაქვს ხახვი, ცოტაოდე ნიორი, კი ბატონო, კამა, ყვავილოვანი კომბოსტოს ეგრეთ წოდებული ბრინჯი, ანუ გახეხილის ხელსახელზე, მარილი და ყვითელი კარაკი, ცოტა ზეთი, კი ბატონო, და შეგიძლიათ ფილფილი მანდა რო გქცევა. გემოვნების და აი აი თუ არა. არა, ეხლა ვამატებთ. აი თუ არა. აი ჯონი მიგზინა სარო იქ ცილა მოთავსდებოდა. ხო, აი გამოვიცანი, როცა დატეხა კვერცხი. აუცილებლად, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი ესე ხა ცილა შეიკრება თუ არა? ესე იგი შეიძლება ეს უკვე ძმრის შეიძლება. დამატებაც, ხო? არა, როცა პოშირებულ კვერცხს ვაკეთებ, პაშოტს ეგრეთ წოდებულს. პაშოტის დროს ემატება ძმარი, ცოტა უნდა და მარი. ანუ სანამ მოვათავსებთ კვერცხს. ხო? რაღაც ქიმიური, ბევრი პრინციპია, მორევის პრინციპია ქვაბში. ხო, ძმარი კრავს ძალიან სწრაფად ცილას და აქედან გამომდინარე გასაგებია. პაშოტში სასურველია ცილის დამატება. ეხლა ეს უკვე მზათა გვაქვს, ესეც მზათა გვაქვს და შეგვიძლია შევუდგეთ კერძის სერვირებას. როგორი არომატები დატრიალდა. ხო, რა ვიცი, მე მგონი თვალსდამეც ურიგო არომატები არა. ოკეი. წავიდა. სადამდე მივანეტავი ეს ტექნოლოგია თუ შეგვეძლება დისტანციურად არომატების კი, მაქამდეც მივავს. გიორგი, არ ინერვიულობ, სადაც AI-ამდე მე მივედი. მგონი საკმაოდ მალე მივალთ აქამდეც და მინდა გითხრათ თუ რაღაც გარკვეული ცდელობებიც არსებობს ამის. კი. კი ბატონო. კი ბატონო. აი ესე ყვავილოვანი კვერცხით, ცილით. აი ეს იქნება მე მგონია ოკეი. ფანტასტიკური საუბრი, ხო ბატონო? და მე მდან ჯანმრთელით. ოდნავ კამა კი ბატონო. და აქ უკვე დავაგვირგვინოთ ეს ყველაფერი პაშოტით, გულით. ბატონო. ეს ამის რო გახეთქავ და რო ჩამოვა ეს და კი უკვე ბატონო. ოკეი. ძალიან ლამაზიც გამოვიდა, მე მგონი გემრიელთან ერთად, ხო? კი ბატონო, აი შეგვიძლია ცოტა ზედმეტი მოგვივიდა ეს ჩემი ბრალია, იმიტომ რომ არ მივხედე, მაგრამ იდეა ეგ არის ნამდვილად. რო გადმოვიდეს ეს რომ ასე ვთქვათ, ჩაჭრით და გული ბატონო. გადმოდის. ძალიან დიდი მოკლედ, აი, ეს მადლობა და მე არის მგონი ჩვენი გადასარევი ორი საუზმე დღევანდელი მოვუწადეთ. კერძი, ტაბულე და ნუ რაც მთავარია რაღაც ალბათ გარკვეული სიახლეც შევიტანეთ, ხო? ყვავილოვანი კომბოსტოს ხო, ესეთი ბრინჯის ფორმით. კი. ესეთი ფორმით არ რატომაც არა? რატომაც არა? საერთოდ ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან კაი სასარგებლო პროდუქტია და მე მგონი საკმაოდ ხშირად მოგვიწევს მისი გამოყენება სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ფორმით და მე მგონი ძალიან ასე რომ სასარგებლო და ძალიან ვეზიაროთ. ლამაზი საუზმე გამოგვივიდა. ვეზიაროთ ნამდვილად ჯანმრთელ სასარგებლო კვებას. ინგრედიენტებს აუცილებლად. მადლობა. ეგ არის კითხვები გააქვთ რამე? თქვენ ისე ამოწურავად ისაუბრეთ, რომ მე მგონი ყველაფერი გემრიელად მოგვიმზადეთ და მოგვიყევით, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ გვაქვს. მარტო გვინდა რომ მანდ ვიყოთ, რომ დავაგემოვნოთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ. კი, ვოცნებობთ რომ ვიყოთ თქვენთან ერთად. შემიძლია ჩავთავროთ, რომ მისია შესრულებულია. კი ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა. მადლობა, შემდეგ პარასკევამდე მე მშვიდობა. ახლა ვინმე სხვას რო გაეკეთებინა ეს ბულახეულისგან, ხო არც გავიხედავდი, მაგრამ მჯერა რომ მანუელის გაკეთებული იქნება რაღაცა განსაკუთრებული. ფანტასტიკური.